საქართველოს და სომხეთი უპირობოდ და უპირობოდ უჭერენ ხაზს ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვექცევით და ზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე, არა მარტო არ დავუშვებთ რაიმე საზიანობს, არამედ ერთმანეთის ინტერესებსაც ვიცავთ. ქართულ მხარეს ვეუბნები, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ხელი შევუწყოთ და მოვახდინოთ ეკონომიკური თანაშრომლობის გარკვეული ფაქტორების გაძლიერება, მოხდეს აზერბაიჯანთან მიმართებით ბლოკირებული მექანიზმის მოხსნა, მე ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგთავაზა ჩვენი მთავრობის წევრებმა, ეს არის მშვიდობის გზაჯვარედინი, ასეთი სახელწოდებით მოიხსენიება და ზოგადად საქართველოს ჩართულობით მთელს რეგიონში და ყველა ქვეყნის მონაწილეობით იქნება მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რეგიონალურ და ფართო რეგიონალურ თანაშრომლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა, ჩვენ მზად ვართ შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა არ მიგვიღია მოცემულობა, ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალურად ვუყურებთ და ჩემს კოლეგას ვესაუბრე ამ საკითხზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი იმას, რომ სომხეთმა კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზა და გამოსავლის გზების შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველით, რომ სტრატეგიული პასუხიც მოვა აზერბაიჯანიდან. ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ქართულ კოლეგას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის გასაძლიერებლად და ასევე ვუთხარით ჩემს კოლეგას, რომ დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხი საქართველოს არა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ ორ ქვეყანას შორის დაიწყება ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯის სახით და საზღვარი ამ სამ ქვეყანას შორის იქნება სწორად გაწეული. ვისაუბრეთ ორმხრივი თანაშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანაშრომლობის აქტუალურ თემებზე, ასევე ჩვენ გავცვალეთ მოსაზრეები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წარიმართება ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო თანაშრომლობა, ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კუთხითაც ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას, ხელი შეუწყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ რეგიონში მშვიდობას და განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივისცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და ჩვენს მეგობრებს ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პარი მხარდაჭერისთვის. საქართველოს სომხეთ შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორმხრივ სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას, ურთიერთობებს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი კომისიის ხდომის განხილვის მთავარი თემა იყო სწორედ ეკონომიკური პარტნიორობა და აქვე, რა თქმა უნდა, მინდა კიდევ ერთხელ მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი პაშინიანი ჩამოგზადეს ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მოხარული ვიქნებით, ეს ვიზიტი შეიძლება მალე შედგება. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გუთბილი მასვიზღობისთვის.